მოგესალმებით ყველას, ჩემი დილა დაიწყო ასე და ასე. როგორც ხედავთ, ყავასთან ერთად გავიკეთებ მაკიაჟს, ასევე ჩავიტარებ პატარა მოვლის პროცედურებს. ეხლა უცებ გაჩვენებთ ყველაფერს, ბოლო დროს ვიყენებ ხოლმე აი ამ საშუალებებს. მოკლედ ჩემთვის რო ვაკვირდები ზამთარში რაღაცნაირად კანი მთხოვს ხოლმე მოვლას და ვცდილობ რომ არ ჩავაგდო დღეები, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიშრება ხოლმე კანი და თავისით მახსენდება, თორემ მთელი ზაფხული ისე გადის, მეგონი ერთ საცხსაც არ ვისვამ ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. მაგრამ ზამთარში მასე ვერ ვაკეთებ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბუნებრივად მე თვითონ მინდება ხოლმე სახის დატენიანება და ასე შემდეგ. მოკლედ, აიმე რა გავაკეთე? სანამ დავღვარე ხა ის ყავა და სანამ გამიცივდა, უცებ გაჩვენებთ, ესე იგი რას ვიყენებ? კოდალის ტონერი, შრატი, კლარინსის დამატენიანებელი, სახის, ასევე ესეთი ტუჩის ბალზამი, კოდალის და ლანკომის აი ესეთი თვალის კრემი, რომლის გამოყენებაც დავიწყე ახლა. ეს მოვლის საშუალებები ძალიან მომწონს. ეხლა ვიყენებ, იმედია რომ არ მივატოვებ, იმიტომ რომ ეს საცხი პრინციპში მალე უკვე დამიმთავრდება. ეს პროდუქტები ალბათ გახსოვთ მაჩუქეს ყველა ზოგი დაბადების დღეზე, ზოგი ახალ წელს და აი ესე მოკლედ მიგროვდება ხოლმე ესეთი კარგი პროდუქტები და ამის არ გამოყენება ნამდვილად არ შეიძლება. ამიტომ ეხლა ეს დღეები ინტენსიურად ვიყენებ. რაც შეეხება დეკორატიულ კოსმეტიკას, რა თქმა უნდა, ჩემი ორი კონსილერი, ეს ნარსის კონსილერი უკვე მითავდება. არის ძალიან მუქი, ამიტომ art deco-s კონსილერით ცოტას ვაღიავებ ხოლმე. ამას თუ გახსოვთ, მოტეხილი აქვს აპლიკატორი, ამიტომ ამის აპლიკატორით ვისვამ ხოლმე. და ეს რა თქმა უნდა ჩემი სტაფილოსფერი კონსილერი, Golden Rose-ის უსაყვარლესი 223, ტუჩის კონტური, ტარტის ბლაში. ესეც ბლაში არის, არ ვიცი რომელს გამოვიყენებ. ეს ყავისფერი ლაინერი, რომელსაც ძალიან შევეჩვიე ბოლო დროს. პირველ რიგში ტონერით გავისუფთავებ სახეს. შეგადავიჭიროთ. თმა ხელი არ შეგვიშალოს და ესე წავისვათ შრატი, თვალის კრემი, მოხელებიც ძალიან მიშრება, ხელის კრემიც მინდა, რაღაც კრემი ვიპოვე, მაგრამ არ ვიცი თუ არის შეგნით. ой, ყოფილა ძალიან საშუალოდ გამშრალი კანი. აი ამ ადგილებში მიშრება თან. ამასობაში ჩვენი შრატი და თვალის კრემი გაშრა. ამიტომ ახლა წავისვათ უკვე სახის დამატენიანებელი. მოვლის პროცედურა დასრულებული. ახლა გადავიდეთ დეკორატიულ კოსმეტიკაზე. ეხლა ცოტა დავიტენიანოთ ტუჩები ჩვენი ბალზამით. გოგო ის კვირა ცოტა პასიურობდი, ამიტომ 3 მარტი ვერ მოგილოცეთ. ძირფასად დედიკოებო, მაგრამ არა უშავს ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ამიტომ გილოცავთ. ბედნიერები ვიყავით, ჯანმრთელები, გახარებულები და ასევე წინასწარ 8 მარტსაც გილოცავთ, იმიტომ რომ არ ვიცი დავდებ თუ არა ამ ვიდეოს 8 მარტს და მინდა რომ ბედნიერი ქალბატონები იყოთ და აი რასაც ქვია ქალური ბედნიერება
ყველას განგეცადოთ, ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო, იყავით ბედნიერი დედები და ბედნიერი ქალბატონები. აი ესე ჯობია წინასწარ მოგილოცოთ ხოლმე, თორე ჩემსაც ხო ვერ გაიგებ მე როდის რას ვდებ, ან სად ვდებ. ეხლა ბოლო დროს TikTok-ზე დავიწყე ვიდეოების დადება აქტიურად, რაღაცა YouTube-ზე დავდებ პრინციპი shorts-ეთ, მაგრამ YouTube-ზე ყველაფერს არ ვდებ, რასაც TikTok-ზე ვდებ და ისეც არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ გამოიწეროთ და ცოტას გაერთობით, ისეთი გასართობი ფორმატის ვიდეოები მოვიფიქრე და ხანდახან ვდებ ხოლმე, ამიტომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩემი TikTok-ი, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი. ეხლა ვდებდი ზოდიაქოს ნიშნებზე ვიდეოებს. რამოდენიმე shorts-იც დავდე, შეგიძლიათ ნახოთ ხოლმე. ხანდახან YouTube-ზე რო ვიკარგები, სხვა სოციალურ ქსელშიც შემამოწმეთ ხოლმე, იქ ხო არ ვარ შემთხვევით აქტიური. იმიტომ რომ ყველაფერს ერთად ვერ ვასწრებ და ესე ვიცი ხოლმე ხანდახან გადართვა რაღაცაზე. მაგრამ ხო იცით რომ მაინც YouTube-ი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ყველაზე საყვარელი. ძალიან მიყვარს YouTube-ი, არის ბაზა. ადრე ხო გითხარით რომ აი ეს ორი ფერი მიყვარს თქო, მაგრამ ეხლა ბოლო დროს დავამოღამე აი ეს ფერი ძალიან მომწონს ყოველდღიურობაში. ისეთი არის, აი თითქმის არ ჩანს, მაგრამ თავის საქმეს მაინც აკეთებს და ესე არ ყვირის ესე ყოველდღიურობაში, დღის მაკიაჟში. ძალიან მომწონს ეს ფერი, ახლა ეს ფერი მომწონს, ესე ვიცი ხოლმე გადაკიდება რაღაც ფერზე. ეხლა ალბათ ამას დავიყვან აი ამ მდგომარეობამდე. მაგრამ მომწონს ძალიან. ფიქრობ ხოლმე აქამდე სად ვიყავი, რატო არ ვისვამდი ამ ფერს. თურმე ესეც მიხდებოდა. ანუ ხო ხვდებით ესეთი ყავისფერი ძალიან არ არის, მაგრამ აი ჩემ კანზე ცოტა უფრო მუქია და ძალიან ლამაზად ჩანს სახეზე. მაქსიმალურად ბუნებრივად ჩანს. ნუ ეხლა საღამოს მაკიაჟისთვის რა თქმა უნდა ის მუქები უკეთესი იქნება. ეხლა მინდა ცოტა ოდნავ ჭრილებიც დავიმატო აი აქ. ჩემი რევოლუშენის ჭრილები ნახეთ რას გავს. ესენი დამივარდა და გამოვარდა, ეს ყველაზე კარგი ფერი არის. ამ ფერსაც ხშირად ვიყენებ და აი ამ ფერს, როგორც ხედავთ, ჩემი საყვარელი ფერები ეგრევე იკეთებ. დღეს მაინც სტარტს წავისვამ. ძალიან მომწონს ეს ბლაში. იდეალური ფერია, ადრეც ვთქვი, დატესტვის ვიდეოში მე მგონი. კიდე მინდა და მიკითხა, ვისაც გიყვართ მაკიაჟის ვიდეოები, მომაწოდეთ იდეები, როგორი მაკიაჟი გინდათ რომ ვცადო და გავაკეთო, იმიტომ რომ ძალიან მინდა ესეთი ვიდეოს გადაღება, მაკიაჟის ვიდეოს, არა დატესტვის, არამედ მაკიაჟი. რაც შეეხება დატესტვას, მაქვს ერთი გეგმაში, მინდა რომ დატესტვის ვიდეოც გადავიღო, ასე რომ ეს ყველაფერი წინ არის, ეხლა სულ თქვა შევიკავოთ. და გავიკეთოთ ეგრეთ წოდებული სტრელკები. დაახლოებით ესეთი მაკიაჟი გამომივიდა, ყავაზე თითქმის დავლიე. ესეთი იყო ჩემი დღევანდელი დილა, მეგობრებო. დღეს ქარიანი ამინდია, ქარი და მზე, მოკლედ კლასიკური მარტი. დღეს იქნება ესეთი დილის მომზადების ყავის და მაკიაჟის ვიდეო. იმედია რომ მოგეწონათ, მე კი მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. კარგად.